მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ ჯგუფური ქცევის მართვის ეფექტურ და საინტერესო სტრატეგიაზე. არ აქვს მნიშვნელობა მასწავლებელი ხართ, მენეჯერი თუ უბრალოდ გუნდის ლიდერი, ეს ცოდნა ნამდვილად გამოგადგებათ. დავიწყოთ აქტუალური კითხვით, როგორ შეიძლება ადამიანების ჯგუფი, რომელიც ხშირად ქაოსურად იქცევა, ვაქციოთ ერთიან, კარგად კოორდინირებულ გუნდად. არ აქვს მნიშვნელობა სად ვიმყოფებით, სკოლის ხმაურიან კლასში, პროექტებით გადატვირთულ ოფისში თუ საკუთარ ოჯახში. ჯგუფის ერთი საერთო მიზნისკენ წარმართვა ხშირად ნამდვილი თავისტკივილია. არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდი, არა ზოგადი რჩევა, არამედ სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც თანამშრომლობას აუმჯობესებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის თუ მაშინ პრინციპი, მაგრამ მთელ ჯგუფზე მორგებული. ფორმულა ძალიან მარტივია. თუ ჯგუფი შეასრულებს წინასწარ განსაზღვრულ ამოცანას, მაშინ ჯგუფის წევრები მიიღებენ ჯილდოს. აქ გვაქვს სამი სხვადასხვა ტექნიკა და თქვენ უნდა არჩიოთ ერთ-ერთი კონკრეტული სიტუაციისთვის. პირველი ტექნიკა ეს არის დამოუკიდებელი პირობა. აქ მთავარი აქცენტი ინდივიდუალურ შედეგზე კეთდება. წესი ყველასთვის ერთია, მაგრამ ჯილდოს ის იღებს, ვინც ამ წესს შეასრულებს. სხვების წარმატება ან წარუმატებლობა თქვენზე არ მოქმედებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის პრინციპი ყველა თავისთვის. მაგალითად, მასწავლებელი ეუბნება კლასს, ვინც 10-დან მინიმუმ 9 დავალებას სწორად დაწერს, გათავისუფლდება დამატებითი დავალებისგან. ასეთ დროს შენი შედეგი მხოლოდ შენს ხელშია. ამ მიდგომის დადებითი მხარე ის არის, რომ ნაკლებია წნეხი და კონფლიქტი. არავინ არავის არაფერს აბრალებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არ გვიბიძგებს, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. გუნდურობას ფაქტობრივად არ აძლიერებს. ახლა ვნახოთ მეორე ინსტრუმენტი, რომელიც განსხვავებულია. აქ სოციალური ფაქტორი შემოდის. ეს არის დამოკიდებული პირობა, რომელსაც მეორენაირად გმირის პროცედურასაც ეძახიან და მიზეზიც გასაგებია. აქ მთელი ჯგუფი ერთი ადამიანის ან პატარა ჯგუფის ხელშია, ანუ ერთი ყველასთვის. გმირის პროცედურა შეუძლია ხელი შეუწყოს მოსწავლეებს შორის დადებით ურთიერთობას, რადგან მთელი კლასი სარგებელს იღებს კონკრეტული მოსწავლის ქცევით. მაგალითად, გიორგი თუ მოახერხებს და გაკვეთილზე წესებს დაიცავს, ჯილდოს მთელი კლასი მიიღებს. გიორგის პირადი წარმატება ყველას საერთო გამარჯვება ხდება. ან მაგალითად ასე, როდესაც მეორე მაგიდასთან მყოფი ყველა მოსწავლე დაასრულებს მათემატიკის დავალებას, კლასს ექნება 5 წუთი თავისუფალი დრო. ეს ეფექტური მეთოდია, მაგრამ ამავე დროს სარისკოც. წარმოიდგინეთ, რა წნეხის ქვეშ არის ჩვენი გმირი. თუ გამოუვა ყველა აქებს, მაგრამ თუ არა, შეიძლება მთელი ჯგუფის რისხვა დაატყდეს, ამიტომ ფრთხილად უნდა შეირჩეს, ვინ იქნება ეს გმირი. გადავიდეთ მესამე ინსტრუმენტზე. თუ თქვენი მთავარი მიზანი ერთიანი გუნდის შექმნაა, მაშინ ეს ვარიანტი თქვენთვისაა. აქ პრინციპი ასეთია, ყველა ან არავინ. ჯილდოს მისაღებად ჯგუფის აბსოლუტურად ყველა წევრმა უნდა შეასრულოს პირობა. ერთი ადამიანის შეცდომაც კი იმას ნიშნავს, რომ ჯილდოს ვერავინ მიიღებს. ეს აყალიბებს გუნდს, უჩნდებათ საერთო პასუხისმგებლობის გრძნობა. მაგალითად, თუ მთელი კლასი ჩუმად იმუშავებს და დავალებას დროულად ჩააბარებს მასწავლებელს, ყველას ექნება ფილმის ყურების უფლება. აქ ყველა წევრის ქცევა არის მნიშვნელოვანი. თუნდაც ერთმა ბავშვმა არ დაიცვას წესი, მთელი ჯგუფი ვერ მიიღებს განმამტკიცებელს. თითოეული წევრის წვლილი გადამწყვეტია, მაგრამ აქაც არის რისკი. თუ 1-2 წევრი მუდმივად აფუჭებს საქმეს, შეიძლება კონფლიქტი და დადანაშაულება დაიწყოს. შეიძლება ჯგუფის წევრები წაკინკლავდნენ, მიავდნენ შრომობ და შენ გამო ყველაფერი წყალში იყრებაო. სამივე ინსტრუმენტის შესახებ ვიცით, დამოკიდებული, დამოუკიდებელი და ურთიერთდამოკიდებული. ახლა განვიხილოთ, რომელი როდის და რატომ გამოვიყენოთ. თუ გყავთ ჯგუფი, სადაც ყველა სხვადასხვა უნარი აქვს, დამოუკიდებელი პირობა სჯობს. თუ გინდათ კონკრეტულად ერთ ადამიანს დაეხმაროთ, მაშინ დამოკიდებული იგივე გმირის პროცედურა იმუშავებს. ხოლო თუ გუნდურობაა მთავარი, მაშინ ურთიერთდამოკიდებულია შესაბამისი ინსტრუმენტი. მთავარია რისკებიც გაითვალისწინოთ. მაგრამ მხოლოდ სწორი ინსტრუმენტის არჩევა არ არის საკმარისი. მთავარია მისი სწორად გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მთავარი იდეა ჩავარდება. ამისთვის არსებობს 5 ოქროს წესი. პირველი, ზუსტად უნდა იცოდეთ, რომელი ქცევის შეცვლა გინდათ. მეორე, სწორი ფორმა უნდა არჩიოთ ამ სამი ფორმიდან. მესამე, კრიტერიუმი უნდა იყოს გასაგები და რაც მთავარია მიღწევადი. მეოთხე, ჯილდო ისეთი უნდა იყოს, რაც ჯგუფს ნამდვილად უნდა და ბოლოს მეხუთე, ყველას კარგად უნდა აუხსნას
გავხსნათ წესები და დააკვირდეთ პროცესს. თუ ამ საფეხურებს მიყვებით, წარმატების შანსი გაცილებით მაღალია. მთავარია ამ კითხვას გასცეთ პასუხი, რა არის თქვენი პრიორიტეტი მოცემულ სიტუაციაში, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, პირადი წარმატება თუ საერთო მიზანი და გუნდური გამარჯვება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ მიხვდებით ამ სამი ფორმიდან რომელი აარჩიოთ.